ეს არის ბაქტერია, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს. უზომოდ ხშირია ყოველ მეორე ადამიანს, წარმოიდგინეთ, პოპულაციის 50%-ია. და ეს ბაქტერია ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრება. ისე რომ შეიძლება ამ ადამიანმა ვერცერადროს ვერ გაიგოს და ისე მოკვდეს ამ ბაქტერიით გაატაროს მთელი ცხოვრება. ეს არის ჰელიკობაქტერ პილორი. იმდან ცნობილი ბაქტერიაა, რომ ნობელის პრემიაც მიიღო ორმა ექიმმა, ვინც ეს ბაქტერია გადაყლაპა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ისინი მართლა კუჭის წყულს იწვევდნენ და ეს მართალი აღმოჩნდა. ჰელიკობაქტერ პილორი იწვევს კუჭის წყულს, 12 გოჯანაწლავის წყულს, იწვევს გასტრიტს და იწვევს კუჭის სიმსივნეს. ძალიან იშვიათი ბაქტერიაა, რომელსაც ამდენი რამის ერთად გამოწვევა შეუძლია, რომელსაც ამხელა ზიანის მოტანა შეუძლია, რომელიც ასე ხშირია და რომელიც ასე ჩუმია, რადგან ხშირად სიმპტომები საერთოდ არ აქვს. სიმპტომები რო არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აზიანებს ორგანიზმს, აზიანებს ნელ-ნელა კუჭს, კუჭში ცხოვრობს. გამორჩეულია იმითაც, რომ შეუძლია იცხოვროს ამ მჟავე გარემოში. ანუ კუჭს ზოგადად აქვს უნარი, რომ მოკლას ძალიან ბევრი ბაქტერია, იმიტომ რომ მჟავას გამოიმუშავებს და ეს ანეიტრალებს ამ მჟავას და ჩადის კუჭის უჯრედებში და იქ ცხოვრობს და ამიტომ ეს მჟავა მასზე ვერ მოქმედებს. ამიტომაც გამორჩეულია. და მესამე რატომაც ძალიან გამორჩეული ბაქტერიაა ისა, რომ ბაქტერიების ძალიან მცირე ნაწილია, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია და ეს იმ ბაქტერიებს მიეკუთვნება, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია და აღიარებულია პირველი ჯგუფის კარცინოგენად. ანუ აღიარებულია, რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. არა უბრალოდ ეჭვია ან ვიღაცებს კი არ გონიათ, არამედ ბევრი კვლევები ცხადყოფს, რომ ეს ნამდვილად ასეა. რა სიმპტომები ახასიათებს ახლა ჰელიკობაქტერ პილორის? მას ახასიათებს სიმპტომები იმდენად, რამდენადაც იწვევს დაავადებას. თუ კუჭის წყულს იწვევს, კუჭის წყულის სიმპტომები ახასიათებს, თუ გასტრიტს, გასტრიტის, თუ 12 გოჯანაწლავის წყულს, 12 გოჯანაწლავის წყულს და თუ სიმსივნეს, თავიდან სიმპტომები საერთოდ არ აქვს. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ქონდეს კუჭის ტკივილი, ყრუ, მუდმივი, დისკომფორტის შეგრძნება, აბოყინებს ხშირად, ჭამის მერე იტყვის, რომ ხშირად ვაბოყინებ. ან ზოგ შემთხვევაში გულისრევის შეგრძნება ქონდეს ადამიანს. ან ჭამის მერე ტკივდებოდეს მუცელი, რაც კუჭის წყულის ნიშანია. ან მშიერზე ტკივდებოდეს მუცელი და ჭამის მერე პირიქით უყუჩდებოდეს, რაც 12 გოჯანაწლავის წყულის ნიშანია, მაგრამ ორივეს მაინც ჰელიკობაქტერ პილორი იწვევს. შეიძლება მუდმივი ტკივილები ქონდეს კუჭის, რაც კუჭის გაღიზიანების ნიშანია. ეს არის, ანუ რამდენადაც დააზიანებს და რასაც დააზიანებს, ისეთი სიმპტომები აქვს. შეიძლება საერთოდ არ ქონდეს სიმპტომები. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი აქვს ჰელიკობაქტერ პილორი თავის ორგანიზმში, მაგრამ მათ მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება დაავადებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც დაავადებას გამოიწვევს, მაგრამ ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის სიმსივნის, რომელიც ერთ-ერთი ვერაგი სიმსივნეა. როდის ხდება ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირება? ამას კითხულობენ ხოლმე ხშირად და რანაირად ხდება? ბავშვობაში ძირითადად ოჯახის წევრებისგან, ოჯახის წევრებთან ერთად, როცა მოიხმარ საერთო საყოფაცხოვრებო ნივთებს, განსაკუთრებით სასადილოში, განსაკუთრებით ყოლზები, ჩანგლები, თუ გაზიარებულია, ან საკვებს რითიც ამოიღებ ჯამიდან. აი ესეთი ყოველდღიური მოხმარების საგნებით, რომელსაც პირთან აქვს კონტაქტი, გადადის ადვილად ჰელიკობაქტერ პილორი და ადამიანის უმეტესობა ინფიცირდება 10 წლამდე. ანუ ბავშვებს უკვე ჰელიკობაქტერ პილორი აქვთ, როცა მათ მშობლებსაც აქვთ ეს ბაქტერია. და ეს ზრდის ცხოვრებისეულად რისკს სიმსივნის და ამ ბაქტერიის მკურნალობას მნიშვნელობა აქვს არა იმიტომ, რომ კუჭის წყულს უმკურნალოთ, ან 12 გოჯანაწლავის წყულს უმკურნალოთ მხოლოდ, არამედ იმიტომ, რომ სიმსივნის რისკი მნიშვნელოვნად შევიმციროთ. ახლა კითხვა იქნება, რომ რამდენად ძლიერი ასოციაცია არსებობს, აი რამდენად ძლიერად არის დაკავშირებული
ეს ბაქტერია ამ დაავადებებთან. კუჭის წყულთან 70%-იანი ასოცირება აქვს, ან ძალიან მაღალი პროცენტი მოკლედ. 12 გოჯანაწლავის წყულთან კიდევ უფრო მაღალი, თითქმის 90%-იანი ასოცირება აქვს და კუჭის სიმსივნესთან თითქმის 70%-იანი. ეხლა ეს რას ნიშნავს? ადამიანს, რომელსაც კუჭის წყული აქვს, უხეშად რო ვთქვა, თითქმის 70-80%-ით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰელიკობაქტერ პილორითია გამოწვეული. ან ადამიანს, რომელსაც აქვს კუჭის სიმსივნე, თითქმის 70%-იანი თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოწვეულია ჰელიკობაქტერ პილორით. უდიდესი ასოციაცია, უძლიერესი ასოციაცია, ამიტომ მის მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა კიდე კითხვა არის ხოლმე, რომ კაი უმკურნალე, მაგრამ ხომ შეიძლება ისევ დაბრუნდეს? თუ არ შეიძლება ინფექცია, ისევ თუ გადავყლაპე, შეიძლება კი. ოღონდ დაბალია ალბათობა. მკურნალობის შემდეგ რეინფექციის ალბათობა წლიურად დაახლოებით 2%-იანია. ანუ ყოველ წელს მოკლედ დაახლოებით 2%-იანი რისკი გაქვს, რომ დაინფიცირდე ჰელიკობაქტერ პილორითი, ну განსაკუთრებით მაშინ თუ ოჯახის წევრები არ არიან ნამკურნალები. ერთი ნიშანი კიდე რაც მიუთითებს ჰელიკობაქტერ პილორითი ინფიცირებაზე არის ცუდი სუნი პირიდან. ამონიუმის სუნი პირიდან, აი აცეტონის მსგავსი სუნი პირიდან, ადამიანს მაშინ როცა კბილებს იხეხავს, მაშინ როცა პირის ხრუს უვლის და მაინც ეს სუნი აქვს, ერთ-ერთი ნიშანი უნდა მიიტანო, რომ ხომ არ არის ეს ჰელიკობაქტერ პილორი, რადგან მას ახასიათებს ეს ამონიუმის სუნი პირიდან, როცა სუნთქავს. ხო, ამას რატო აკეთებს? იმიტომ რომ ურეაზას შეიცავს და წარმოქმნის ამ ამონიას, როცა ურეას შლის. ეხლა რითი ვხვდებით, რომ ადამიანს აქვს ჰელიკობაქტერ პილორი? ყველაზე კარგი და მარტივი ერთ-ერთი მიღებული და მთავარი გზა არის ურეას სუნთქვის ტესტი. ეგეთი რაღაცაა, რომ ან დაგალევინებენ რაღაც სითხეა, ან კაფსულა ჩაგაყლაპებენ და ან ურეას მიიღებ, შენი ორგანიზმი მიიღებს ურეას, ამით ეს ურეა არის შეკავშირებული ნახშირბადთან, რომელიც არის მონიშნული ნახშირბადის იზოტოპია, მოკლედ სპეციფიური და თუ კი ჰელიკობაქტერ პილორია ამ ურეას დაშლის ეს ნახშირბადი ორგანიზმის მიერ შეიწოვება და მე ამოისუნთქება. და სუნთქვისას ნახევარ საათში სუნთქვისას იქნება ეს ნახშირბადის იზოტოპი და პატარა იმაში ბექში მოკლედ ჩაგაბერინებენ და ეს დანადგარი ამოიცნობს აი ნახშირბადის იზოტოპს. თუ ის არის, ესე იგი გაქვს ჰელიკობაქტერ პილორი. ანუ რაღაცას დალე 30 წუთი მოიწ, თუ 15 წუთი ან 15-დან 30-მდე მოიწდი, ამოისუნთქავ, თუ დადებითია, ესე იგი გაქვს ჰელიკობაქტერ პილორი. მეორე ტესტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე არის განავლის ანტიგენის ტესტი, რომელსაც მაღალი მგრძნობელობა აქვს ასევე და რომელიც ხშირად გამოიყენება ასევე. მესამე ტესტი არის ბიოპსია. მესამე ტესტი არის ბიოპსია. ბიოპსია კეთდება ენდოსკოპიით. ენდოსკოპია არის ზონის გადაყლაპვა. ზონის გადაყლაპვით პატარა ადგილს აიღებენ მოკლედ და მიკროსკოპის ქვეშ ნახავენ. ეს ბიოპსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კი ეჭვი არის სიმსივნეზე, ან კუჭის წყულზე, ან სხვა რისკ ფაქტორები, ან სისხლდენა აქვს ადამიანს, ან სისხლს აღებინებს, ან განავალში სისხლია, მელენა აქვს. შესაბამისად, თავისი როლი აქვს ბიოპსია, ან ასაკოვანია პაციენტი და ახლად დაწყებული დისპეპსიური მოვლენები აქვს, რაც არ ქონდა, ანუ საწესმომნელებელი სისტემის სიმპტომები აქვს, რაც აქამდე არ ქონდა. ესეც მნიშვნელოვანი წითელი დროშებია, რის გამოც ბიოპსია იშლება. შესაძლებელია ასევე სისხლის ტესტითაც.
სეროლოგია ქვია, ანტისხეულების დადგენა, მაგრამ ანტისხეულების დადგენას დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ანტისხეულები შეიძლება იყოს მთელი ცხოვრება, ანუ იმ კურნალს ამ ადამიანმა აღარ ქონდეს ჰელიკობაქტერია, მაგრამ ანტისხეულები მაინც ქონდეს სისხლში, ამიტომ ანტისხეულების ტესტი მაინც და მაინც გამოსადეგი არ არის ხოლმე. ახლა გადავიდეთ მკურნალობაზე. კურნალობაში მოკლედ რამე რო ვთქვათ რომ მცენარეს დალევ და გიშველის და რაღაცა ეგეთები არ არსებობს, ეგ ყვილია, ამიტომ არსებობს 3 კომპონენტიანი და 4 კომპონენტიანი მკურნალობა, რომელიც ძალიან მაღალ ეფექტურია, რომელიც კონკრეტული მკურნალობებია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რიგის მკურნალობა არის 3 კომპონენტიანი მკურნალობა, თავიდან ინიშნება ომეპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, დღეში 2-ჯერ, როგორც წესი, ან სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, პანტოპრაზოლი მაგალითად, ესმოპრაზოლი და ამ შემდეგ, რომელიმე მათგანი, როგორც წესი, დღეში 2-ჯერ ინიშნება ხოლმე და კლარიტრომიცინი ასევე დღეში 2-ჯერ, როგორც წესი 500-იანი და ამოქსაცილინი ასევე დღეში 2-ჯერ, როგორც წესი 1000-იანი. ეს არის 3 კომპონენტიანი მკურნალობა, ომეპრაზოლი, კლარიტრომიცინი, ამოქსაცილინი 14 დღის განმავლობაში. ეს არის პირველი რიგის მკურნალობა, ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს, თითქმის 80%-იანი ეფექტურობა აქვს. ზოგ ადამიანს აქვს კლარიტრომიცინის მიმართ რეზისტენტობა, ამ დროს შეიძლება უეფექტო იყოს მკურნალობა, ან ნაკლებ ეფექტური. ზოგ ადამიანს აქვს ალერგია ამოქსაცილინის მიმართ და ამიტომ ამ დროს მეტრონიდაზოლი გამოიყენება ხოლმე იმ ადამიანებში, ვისაც პენიცილინის მიმართ აქვს ალერგია. პირველი რიგის მკურნალობა არის თითქმის უნივერსალური, ანუ თითქმის ყველა ადამიანს ერგება გარდა იმისა, ვისაც ან კლარიტრომიცინზე არ უნდა ქონდეს რეზისტენტობა, ან ამოქსაცილინის არ უნდა ქონდეს ალერგია. თუ კი ან მკურნალობა არაეფექტური იყო, ან კლარიტრომიცინზე რეზისტენტობა აქვს, ან ამოქსაცილინის ალერგია აქვს, ამ დროს შეიძლება ან ძალიან გვჭირდება რომ მკურნალოთ, ანუ როცა არის მომენტები, როცა გადაწყვეტით და ზუსტად გვჭირდება რომ უმკურნალოთ ჰელიკობაქტერ პილორის, იმიტომ რომ სიკლის სიცოცხლის საკითხია, მაგალითად კუჭის წყული არის მნიშვნელოვანი გართულებები და აუცილებელია ჰელიკობაქტერ პილორის ერადიკაცია. ამ დროს 4 კომპონენტიანი მკურნალობა ირთვება, რომელსაც 90%-იანი ეფექტურობა აქვს. ანუ თუ კი 3 კომპონენტიანი მკურნალობა 80%-იანი აქვს, იმას 90%-იანი ეფექტურობა აქვს. ამიტომ არის მეორე რიგის მკურნალობა და გამოიყენება ხოლმე ეგეთ მომენტებში, როცა ძალიან გვჭირდება, ამ პირველი რიგის მკურნალობა არაეფექტურია, ის 3 კომპონენტიანი. ეხლა ეს 4 კომპონენტიანი მკურნალობა როგორია? პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები აქაც იგივე 14 დღე, ბისმუტის სუბსალიცილატი გამოიყენება 120 მგ-დან 300 მგ-მდე, ბისმუტის სუბსალიცილატი გამოიყენება 120 მგ-დან 300 მგ-მდე 4-ჯერ დღეში მიიღება ხოლმე ეს, ტეტრაციკლინი 500 მგ მიიღება ხოლმე 4-ჯერ დღეში ესიც და მეტრონიდაზოლი 500 მგ 3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში. ეს არის 4 კომპონენტიანი მკურნალობის სქემა. და ესეც 14 დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ხა კითხვები არის ხოლმე კიდე რომ დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ არა მივიღოთ. ზოგადად, ანუ ანტიბიოტიკები და ესეთი პრეპარატები, რომლებიც რეცეპტით იყიდება, ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ეგ არის რეკომენდაცია. მაგრამ ეს მკურნალობა უნდა იცოდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის რაზეც დგას რეალურად ჰელიკობაქტერ პილორის ერადიკაცია, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია? თუ ადამიანს აქვს ჰელიკობაქტერ პილორი, თითქმის 6-ჯერ აქვს მომატებული კუჭის კიბოს რისკი. ანუ აღარაფერს ვამბობ კუჭის წყულზე, 12 წლის წყულზე, გასტრიტზე და ამ შემდეგ, რომელიც ძალიან შემაწუხებელია. კუჭის წყული შეიძლება გასკდეს, სისხლდენა დაიწყოს, კუჭი გაუსკდეს ადამიანს საერთოდ. ანუ თავისი დიდი გართულებები კუჭის წყულსაც, მაგრამ რომ არაფერი თქვა კუჭის წყულზე, ხო? კუჭის კიბო შეიძლება გამოიწვიოს და ამიტომ თუ მკურნალებ, კუჭის კიბო მნიშვნელოვნად მცირდება, 60%-ით მცირდება. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და თუ გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომერები მაქვს მითითებული ვიდეოს აღწერაში. ვისაც ჩემთან პირადად კითხვების დასმა გინდათ, მათთვის პატრეონი მაქვს და ასევე დონაცია პატრეონიც მაქვს მითითებული აღწერაში. ვისაც უბრალოდ არხის მხარდაჭერა გინდათ,
მათთვის შეგიძლიათ დალაიქოთ, გაშეაროთ, ან დაკომენტაროთ, ან მოიწონოთ გვერდი. თქვენი ნებისმიერი სახით გამოხატული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ძალიან YouTube-ის ალგორითმისთვის განსაკუთრებით, რადგან მეტ და მეტ ადამიანებს აჩვენოს. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ და მადლობა რომ ჩემთან ხართ.